ნახოთ ხუნუსმენთ გურული სიმღერის შვიდკაცის ჩანაწერს, რომელსაც ლეგენდარული მომღერლის სამუელ ჩავლეიშვილის გუნდი ასრულებს. 1909 წელია, ქუთაისი, ხმას იწერს ბრიტანული კომპანია გრამოფონი. ეს ფირფიტა 116 წლის შემდეგ სანდრო ნათაძის კოლექციაში მოხვდება და ამბავიც აქედან იწყება. მე ვაგროვებ ძველ ჩანაწერებს, ძველი ქართული ხალხური სიმღერის ჩანაწერებს, მაქვს ძალიან დიდი არქივი აუდიო ჩანაწერების. პატეფონის მექნება ალბათ ერთი 60-მდე და მთლიანად ალბათ ერთი 100-მდე. ძველბანებში ნაყიდ ფირფიტებზე აღმოჩნდა 3 გურული სიმღერის, მადლობელის, შვიდკაცას და რაშორერას აქამდე უცნობი ვერსიები. აქედან რამდენადაც ვიგებთ დამწყები რასაკვირველია. რასაკვირველია წამყვანი ხმა ყოველთვის სამუელია, ყველა სიმღერაში, მაგრამ აქ ვიგებთ რომ ერთი ძველებური ვახტანგური თქვი, შვიდკაცას რო ვეძახით, იგი წამოზახეო, ხო? ანუ ვიგებთ რომ მაგალითად შვიდკაცას ადრე ვახტანგური ერქვა. აი აქედან თელი ამბები იშიფრება მოკლედ ამ ერთი მიზახებებიდან და სამუელ ჩავლეიშვილს სიცოცხლეშივე ეძახდნენ გურიის ბულბულს. მისი და მისი გუნდის მიერ შესრულებული არც ერთი სიმღერა მათივე წინა ნამღერს არ ჰგავდა. ყოველი ახალი ნამღერი სამუელის იყო სხვა. ამის მარტივი მაგალითია ხორწილის სცენა, სადაც სამუელი შეეჯიბრა ამ სამ ძმა გორგილაძეებს. ასანთის ღერებით დათვალეს ვარიანტები სიმღერა წამოკრულის და ისინი 27-ზე გაჩერდნენ, იმიტომ რომ მეტი სიახლე ალბათ ვეღარ შესთავაზეს მსმენელს და სამუელმა ეს 51 ჯერ დაატრიალა ეს სიმღერა, ანუ 51 ეს ასანთის ღერი დადო ლამაზად ისე რომ ეს განაპირობებდა სწორედ მის უნიკალობას. სამუელზე ბევრი ლეგენდა დადიოდა. ამბობდნენ რომ დინარესთან ერთად მღეროდა, ჩიტებს უსმენდა და მათგან სწავლობდა სიმღერას. საფრთხონები ჰქონდა რითაც ეძახდა ჩიტებს და მის სახლის უკან როგორც გითხარით გადასარევ ადგილზე აქ ეს სახლი და მაშინ ნოტები არ იყო, არაფერი არ იყო და ამით ჩონგურზე ამღერებდა. მე ამღერებდა რა მელოდიას იღებდა და ეს ჩხართვია ეს გურიაში არის ეს ჩიტი, სხვაგანაც არის თავისთავად, მაგრამ ეს გურიაში დილით ადრე ჭიკჭიკებს, სხვა ჩიტების იმიტაციებს აკეთებს, რასაც გაიგებს და ამიტომ მისი არც ერთი ნაგლობები მუხლი ერთმანეთს არ გავს. ეს ამას უსმენდა და ეს შექონდა შემდეგ სიმღერაში, იმიტომ იყო სამული რევოლუციონერი გურული მომღერალი. 1909 წლის ამ ფირფიტამ მზეთ გურული ჩანაწერებით ბევრ კითხვას გასცა პასუხი და ბევრი ახალი თავსატეხიც გააჩინა. ამ თემაზე სრული ვიდეოს ნახვა აი ამ ბმულზე შეგიძლიათ.